სამზომი ჩაიგდო ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი უკვე ამოქმედა. ახალი სისტემა ევროპულ გაერთიანებას საშუალებას აძლევს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია უფრო მარტივად შეუჩეროს. თუმცა პირველ ეტაპზე ბლოკი მიზანში ოლიგარქის რეჟიმის წარმომადგენლებს ამოიღებს და მათ ოფიციალურ პასპორტებს ძალას შენგენის ზონაში დაუკარგავს. თუ საქართველოს დემოკრატიული განვითარების კურსს არ დაუბრუნდება, მაშინ ივანიშვილის რეპრესიული პოლიტიკის გამო ევროკავშირში უვიზოდ შესვლა საქართველოს ყველა მოქალაქე დაემშვიდობება. ეს ბოლო გაფრთხილება ამბობენ ანალიტიკოსები. მათ სალომე ლაბაძე ესაუბრა, რომელიც გვერდება პირდაპირ ეთერში. ანალიტიკოსების ნაწილი დარწმუნებულია, რომ შანსს, რომელიც სავარაუდოდ უკანასკნელია, ბიძინა ივანიშვილი არ გამოიყენებს და შესაბამისად, თუ ის ძალაუფლების შენარჩუნებასაც მოახერხებს, ეს ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ უკვე წლის ბოლოს ქართველი ხალხი ევროპაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობას დაკარგავს. სწორედ მოვლენების განვითარების ასეთი სცენარია აღწერილი ევროკომისიის მერვე ანგარიში, რომელიც კრიტიკულად აფასებს ქართული ოცნების პოლიტიკას და აღწერს მას როგორც რეპრესიულს და ქართველი ხალხის ინტერესებთან შეუსაბამოს, მათ შორის იმ ინტერესებთან, რომელიც კონსტიტუციურ დონეზეა გაცხადებული და რაც გულისხმობს ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშეწყობას. ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ სწორედ ამ მიზანზე თქვა უარი და შესაბამისად ამით, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამით ქართულმა ოცნებამ დააყენა ქართველი ხალხი ყველა იმ სიკეთის დაკარგვის რისკის წინაშე, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უკვე წლებია სარგებლობენ, მათ შორის განსაკუთრებული საფრთხე ახლა ემუქრება სწორედ უვიზო მიმოსვლას და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას ევროპის ქვეყნების მასშტაბით. ის რომ პირველ ეტაპზე საფრთხე ემუქრებათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, კონკრეტულად მათ, ვინც დიპლომატიურ პასპორტებს ფლობენ და არსებობს იმის მოლოდინი, რომ მათ შეზღუდვა დაუწესდება სწორედ ამ დიპლომატიურ პასპორტებზე, ანალიტიკოსების ნაწილის მოლოდინით არ არის შემაფერხებელი ფაქტორი ქართული ოცნებისთვის და სავარაუდოდ იმის მიუხედავად, რომ ეს საფრთხე რეალურია, ივანიშვილი ჯერ კიდევ 2012 წლიდანვე გაცხადებულ მიზანზე, რომ ქვეყანა ჩამოაშოროს დასავლურ სამყაროს, ამის გათვალისწინებით უარს არ იტყვის. პირველი ეტაპი არის ის, რომ დიპლომატიური პასპორტების მქონეებს შეუძლოდან, ეს არის გარკვეულწილად მათთვის სიგნალი, რომ თუ მზად არის მმართველი პარტია წავიდეს დათმობებზე, მაშინ არ გავრცელდება მთელს მოსახლეობაზე, ანუ ნაბიჯ არის გარკვეულწილად. თუ გამოჩნდა, რომ მმართველი პარტია არ მიდის ამ დათმობაზე, მაშინ უკვე მეორე ეტაპი იქნება მთლიანად ქვეყანაზე გავრცელება ამ შეზღუდვის. შეიძლება უბრალოდ ქართული ოცნებას კონდეს აღებული ასეთი მიდგომა, რომ თუ მე ვთქვათ მე ვიძირები, მაგრამ მთელი ქვეყანა ჩემთან ჩაიძიროს და მე თუ ვიტანჯები, ასევე დაიტანჯოს საქართველოს ყველა მოქალაქე. ეს რიტორიკა ყოველ შემთხვევაში ჩანს მმართველი პარტიის განცხადებებში, რომ რა გადაგვაყოლეს ეს ვიზა, რას გვაშანტაჟებენ, აქამდე ვიდექით ვიზის რიგში და ახლაც დავდგებით რიგში და ასე შემდეგ. ანუ ჩანს ეს მიდგომა, რომ თუ მე მსჯიან, მაგრამ ყველა მთელი ქვეყანა დაისაჯოს. უბრალოდ რამდენად საზოგადოება ამას ასე მარტივად შეეგუება, ეს ალბათ გამოჩნდება. საზოგადოება ამის განმავლობაში მიიღო ისეთი დათქმა, რომელიც არასოდეს მიუღია საბჭოთა პერიოდის შემდეგ და პრაქტიკულად აიკრძალა სამოქალაქო საზოგადოების არასოთა ორგანიზაციების საქმიანობა. ანუ იმ ორგანიზაციების და მედიის მუშაობა, იმიტომ რომ მათ ვერ დაიცვან ადამიანის უფლებები, ვერ მოახდინონ გავლენა პროცესებზე და ყველა ის დამოუკიდებელი აქტორი განადგურდეს ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში გარკვეული უფლებების სტანდარტების შენარჩუნებას. მთლიანობაში ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველო ჩამოსცილდეს ევროინტეგრაციის ორბიტას, რომ საქართველო გახდეს რუსული გავლენის არის უკვე პრაქტიკულად უკვე რუსული გავლენები გაძლიერებული ქვეყანაში და სწორედ საქართველოს ხელისუფლება სწორედ აქეთკენ მიყავს ქვეყანა. ივანიშვილის პარტია კი პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს და ეს მათივე გზავნილებითაც დასტურდება. ისინი ახლა იმზადებიან ამ ახალ მოცემულობასთან შეგუებისთვის, მათ შორის შეგუებისთვის იმასთან, რომ სავარაუდოდ სულ მალე დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირის მასშტაბით ყველა ქვეყანაში გადაადგილება შეიზღუდება და მათ ამ დიპლომატიურ პასპორტებზე დაუწესდება სწორედ სავიზო შეზღუდვები. ამას ივანიშვილის პარტია ტრადიციულად აფასებს მათი შანტაჟის მცდელობა და ერთადერთ სურვილად ახლა როგორც ეს ნინო წილოსანის კომენტარით გავარკვიეთ, რჩებათ ის, რომ სავიზო ვიზების მიღება არ გართულდეს იმდენად ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის, რომ ეს პროცედურა მათ ჯოჯოხეთად ექცეთ. იმედია, რომ ამდენად არ გაფუჭდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, გითხრა სწორედ ამ შეკითხვის პასუხად ოცნების წარმომადგენელმა ნინო წილოსანმა.
ვფიქრობ, რომ უკვე დაღეჭილი თემაა, არაერთხელ ნათქვამი, არაერთხელ წამოწეული, არაერთხელ ამ თემით დაშანტაჟებულები ვართ. იმედი გვაქვს, რომ ისე არ, ასე ვთქვათ, გაფუჭდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რომ მათი ვიზის აღება იყოს ჯოჯოხეთის ტოლფასი, როგორაც თვითონ წარმოგვიდგენენ და ეს მათივე ინტერესში არის, რომ ევროკავშირი, რომელიც რაღაც სტანდარტების და ზოგადად კომფორტის უმაღლესი სტანდარტი არის, ამ შემთხვევაში არ იყოს თავად ვიზების შემთხვევაში სრულებით საწინააღმდეგო პროცედურა. ეს იარაღი უკვე მოცდა, დაკარგა თავისი სიმწვავე და როდესაც სასწორის ერთ პინაზე დგას საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა და მშვიდობა, ხოლო მეორეზე ევროპაში უვიზო წასვლა, რა თქმა უნდა, არჩევანი აქ ძალიან მარტივი და ნათელია, არჩევანი არის მშვიდობის სასარგებლო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც მინდა ხაზი გაუსვა, არის ის, რომ ევროკავშირი ამ მექანიზმის ამოქმედებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე დაასხავს წყალს. ხოლო საქართველოს მტერი ვინც არის კარგად მოგეხსენებათ, ასე რომ ფაქტობრივად გამოდის, რომ ევროკავშირი აკეთებს იმ ქვეყნის საქმეს, რომელიც საქართველოს მტრობს. და არ მგონია, რომ საღი აზრისაგან ისე დაიცალოს მთლიანად ევროკავშირის ბიუროკრატია, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებული მექანიზმი ძალში დღეს შევიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ იმისთვის, რომ კონკრეტულ ქვეყნებს შეუჩერდეთ უვიზო მიმოსვლა, ანუ ევროპაში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, უკვე საკმარისით შეიძლება აღმოჩნდეს ამ ქვეყნებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა, ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე მაჩვენებლები და ასევე ის მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტული ქვეყნის თავსებადობას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან. ამ მხრივ კი ქართულმა ოცნებამ საქართველოს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუარესა განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში რეპრესიული და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო და შესაბამისად ახლა საქართველოს სწორედ ამ პოლიტიკის გათვალისწინებით დგას ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხის წინაშე.